მადლობისა კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. ის ადანაშაულებს სუსი დივერსიული აქტების მოწყობის მცდელობაში. მოქალაქეზე, რომლის მხოლოდ ინიციალებია ცნობილი უსაფრთხოების სამსახურმა ძებნა გამოაცხადა. უწყების ინფორმაციით მან დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით შეიძინა. მასალა თბილისის მახლობლად ტყეში იყო დამალული. შეუკვეთა სპეციალური პულტიც, რომელიც დეტონატორის დისტანციურად ამოქმედების შესაძლებლობას იძლევა. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია პირი, რომელმაც აღნიშნული პულტი დაამზადა. სუსის ინფორმაციით, სწორედ ამ საბრძოლო მასალის გამოყენებით უნდა მომხდარიყო თბილისში 4 ოქტომბერს ჯგუფური ძალდობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების პარალელურად დივერსიული აქტები. ქართულ ოცნებაში ამ ფაქტს გარე ძალების მხრიდან ქვეყანაში დესტაბილიზაციის მორიგ მცდელობა დაფასებენ. გამოძიება თავის სათქმელს იტყვის და კონკრეტულ ფაქტებზე გააკეთებს შესაბამის კვლევას და შესაბამის კომენტარსაც საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თუმცა ერთი არის ნათელი და ფაქტი, რომ არის აშკარად ღიად მცდელობა იმის ქვეყნის ფარგლებს გარედან ჩვენი ვითომ მეგობრულად განწყობილი ერთ-ერთი ქვეყნის ხელისუფლებისგან გამორჩეულად საქართველოში მოაწყონ დესტაბილიზაცია და არეულობა, ამისთვის გამოიყენონ ცეცხლსასროლი იარაღი, ამისთვის გამოიყენენ ასაფეთქებელი ნივთიერებები, არის ამის მაღალი ვარაუდი და ალბათობა პოლიტიკური შეფასების ჭრილში ჩვენ შეგვიძლია ეს რა თქმა უნდა ვთქვათ. ლაპარაკია იმაზე, რომ შესაბამისი დივერსიული აქტების, მათ შორის მოწყობის გზით, იმის პარალელურად, რომ მომხდარიყო თუნდაც პრეზიდენტის სასახლის ასე ვთქვათ აღება ექსტრემისტული დაჯგუფებების მხრიდან შეიქმნებოდა სრული ასე ვთქვათ ქაოსი, არეულობა, რაც სანუკვარ ოცნებად დარჩათ ამ ექსტრემისტულ ძალებს, უკვე მათ გარე ინსტრუქტორებს ექნებოდათ სრული კარტ-ბლანში იმისათვის, რომ მიეღწიათ საკუთარი მიზნებისათვის, თუნდაც იმ კონტექსტში, რასაც ქვია აქ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. სახელმწიფო დამხობისკენ მოწოდებისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდები დაკავებულ 5 პირს სულ მარე ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. ყველა მათგანი პაატა ბურჭულაძე, მურთა ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე ბრალის ფორმულირებას პოლიციის მთავარი სამმართველოს იზოლატორში ელოდება. მოგვიანებით კი მათთვის აღკვეთის ღონისძიებას უკვე სასამართლო გადაწყვეტს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ 4 ოქტომბრის საღამოს 10-ზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულთა რაოდენობა გაიზარდოს. ათონელის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიების დასრულების მოლოდინში მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ ძალოვანების სწრაფი ქმედება და შაბათს ადეკვატური და წარმატებული იყო და ახლა მომხდარი შეფასებას პროკურატურისგან ელია. ეს იყო პირდაპირ მცდელობა ხელისუფლების დამხობის, რაც გამოიხატა იმაში, რომ დაიძრნენ პრეზიდენტის სასახლისკენ, ძალადობრივი გზით შეიჭრნენ შენობაში და ალბათ, რა ვიცი, იქ აპირებდნენ დაკავებას, დავინახეთ დანაშაულის ნიშნები, როგორც აქციის ორგანიზატორების მხრიდან, ისე ზოგიერთი რადიკალის მხრიდან, რომლებმაც პირდაპირ ჩაიდინეს დანაშაული. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედება იყო სრულიად სწორი და ახლა გამოძიებას დაველოდოთ თუ რა შეფასებას მიცემს შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ ამ მოწოდებებს რევოლუციისკენ, დამხობისკენ, ხელისუფლების და გადატრიალებისკენ. 4 ოქტომბერმა გამიჯნა ქართული და არაქართული გმირი და ანტიგმირი სამშობლოს სიყვარული და სამშობლოს მტრობა. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. შალო პაპუაშვილი მადლობას უხდის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც შაბათს საქართველოს პრეზიდენტის სასახლის თავდასხმისგან იცავდნენ. კვლავ პოლიტიკური შეფასებების საგანია 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე საერთაშორისო გამოხმაურებები. მართულ პარტიაში ღიად გამოხატულ ორმაგ სტანდარტებზე საუბრობენ და ყველას მომხდარის ობიექტურად შეფასებისკენ მეუწოდებენ. შეგახსენებთ შაბათის ამბები ევროპელი ლიდერებისგან გუშინ არაერთი განცხადების მიზეზი გახდა, მათ შორის იყო მოლდოვის პრეზიდენტი, ევროკავშირის პირველი პირები და სხვა ლიდერები.
უამრავი კითხვის ნიშანი ჩნდება ბუნებრივია იმ მდგენელზე, როდესაც ევროკავშირიდან არ სულთ დაინახონ რეალური მოვლენები საქართველოში, წერენ წერილებს, რომლის შინაარსიც არის მთლიანად დაცლილი სიმართლისგან და პრაქტიკულად ხდება თვალის დახოჭვა ისეთ მოვლენებზე, რაც შეუძლებელია, რომ ობიექტური შეფასების პირობებში გამოგრჩეს ადამიანს, თუ როგორ ესხმიანა მოძალადეები თბილისში თავს პოლიციელებს, თუ როგორ ცდილობენ პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას და იქიდან ძალადობრივად რაღაც პროცესების წარმართვას და ამ ყველაფერზე თვალის დახოჭვა ბუნებრივია გულისხმობს იმას, რომ პირდაპირ თანაუგრძნობდა ახალისებ მოძალადეებს, რაც რა თქმა უნდა არის უმძიმესი მდგენელი დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციისა. პირი, რომელმაც პოლიციელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ცივი არაღით ყელის არაში დაჭრა, დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 34 წლის მამაკაცის აყვანა ცხელკვალზე მოხდა. ინციდენტი ქეთევან-წამებულის გამზირზე მოხდა. დაჭრას თვითმხილველების ინფორმაციით წინ უძღოდა პოლიციის მიერ სავარაუდო თავდამსხმელის მანქანის გაჩერება. დაშავებული პატრულ ინსპექტორის ავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტის გადმოცემით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიაყენეს ნაკვეთი ჭრილობა კისრის არეში მარჯვნივ. მოხდა ჭრილობის რევიზია, პირველადი ქირურგიული დამუშავება, მის სიცოცხლის საფრთხე არ ემუქრება, იმყოფება ჯერჯერობით ჩვენთან დაკვირვების ქვეშ. დილამდე დავტოვებთ. აბსოლუტურად სტაბილური კონტაქტური. საჰაერო განგაშია გამოცხადებული უკრაინის რეგიონების ნაწილში მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ. რუსეთის თავდასხმის სამიზნე გახდა ხარკოვის ოლქი. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით დრონებით დარტყმის შედეგად დაშავებულია 4 მოქალაქე, განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, კერძო საცხოვრებელი სახლები და მეურნეობები. საპასუხო იერიშებს ახორციელებს უკრაინაც. საფეთქებების ხმა ისმის ოკუპირებულ ყირიმში. ადგილობრივი მედიის მონაცემებით ფეოდოსიაში ნავთობის საცავი დაიწყო. უკრაინული დრონებიდან მომდინარე საფრთხის გამო დახურულია კრასნოდარის, იაროსლავის, კალუგის, სოჭის, ნიჟნი-ნოვგოროდისა და გელენჯიკის აეროპორტები. სამხედრო ოპერაციას განაგრძობს ღაზაშიც ახალი. ბოლო 24 საათის განმავლობაში დარტყმებს 65 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 150-ზე მეტი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ღაზაში ომის დასრულების საკითხზე ბოლო დღების განმავლობაში ძალიან წარმატებული მოლაპარაკებები აწარმოა. დონალდ ტრამპი სრულ განადგურებას დაპირდა ჰამას იმ შემთხვევაში, თუ ტერორისტული ორგანიზაცია ღაზაზე კონტროლს არ დათმობს და შეთავაზებული ზავის პირობებს არ მიიღებს. ისრაელის პრემიერმა არ გამორიცხა, რომ ჰამასმა უარი თქვას მძევლობის გათავისუფლებაზე, ასეთ შემთხვევაში კი ნეთანიაჰუს განცხადებით ისრაელი ტერორისტულ ორგანიზაციის წინააღმდეგ მოქმედებას განაგრძობს. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. თავდაცვის მინისტრად დაინიშნა გამოცდილი პოლიტიკოსი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი ბრუნო ლე მერი. ფინანსთა მინისტრის ავარძელი კი როლან ლესკურმა დაიკავა, რომელსაც მედია მაკრონის ახლო მოკავშირედ მიიჩნევს. სებასტიან ლეკორნუს გადაწყვეტილებით თანამდებობაზე რჩება წინა მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი, მათ შორის საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრები. და პირველი საპარლამენტო არჩევნები სირიაში ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ კენჭისყრა არ იყო პირდაპირი და ხმის მიცემის უფლება საარჩევნო კოლეგიის წევრებს ჰქონდათ. ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე არჩევნები 14-დან 3 პროვინციაში არ ჩატარდა. დადგენილი წესების მიხედვით 210 კაციან საკანონმდებლო ორგანოში კოლეგიამ დეპუტატების 2/3 აერჩია. 1/3 კი უკვე პრეზიდენტი წარადგენს. დღეს ამბების ნახვა ვრცლად ჩვენს ვებგვერდზე rustavi2.g შეგიძლიათ. კურიერის ხრაზე კი ამით დასრულებულია. მე 10-ზე ისევ დაგებრუნდებით.